რადიო სტუდია. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, გთავაზობთ პროგრამას ჩვენი საგანძური, რომელსაც გაუძღვები ავტორი ივანე ჯაფარიძე, სარეჟისორო პულტთან კი თეა ბიჯაშვილი იმუშავებს. გადაცემის სრულობის დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 ან 240 92 92. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა საქართველოს უნიკალური კუთხის სამაჩაბლოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ერგნეთს ეძღვნება და აი ამ დღევანდელი გადაცემის არსი და აზრი იქიდან მოდის, რომ ყველამ კარგად იცით 2008 წლის 8 აგვისტოს რა უბედურება დაატყდა დავს ჩვენს ქვეყანას. სწორედ სამაჩაბლოში შემოიჯრა რუსეთის არმია, 150 სოფელი მიიტაცა და ძალიან ბევრმა, განსაკუთრებით მე ხაზს უსვამ ერგნეთელებმა, საკუთარი მიწა და სახკარი დანგრეული, დამწვარი, განადგურებული არმია ატოვეს მაინც და მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მაინც დარჩენ აქ, მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფელზე გადის ის მავთუხლართები, რომელიც საშინელი სანახავიც არის და ამის გააზრებას კიდე თავისი სიდიდე და მასშტაბი ჭირდება. მე მინდა ვთქვა, რომ დღესაც ცხოვრობენ აქ ის ხალხი, როგორც ეს საკუთარი სამშობლოს დამცველებს შეფერით, დგანან მედგრად, არ უშინდებიან არაფერს და ჩემი აზრით სწორედ ეს არის გმირობა, ეს არის პატრიოტობა და მე მადლობა მინდა უთხრა მათ ყველას და დღევანდელ დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ერგნეთელები დღეს ჩვენი სტუმრები ბრძანდებიან. მე სწორედ ამ გმირული, ამ პატრიოტული განწყობით მინდა წარმოგიგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, სოფელ ერგნეთისა და ტირზნისის მკვიდრები, ქველმოქმედი და სახალხო მკურნალი ბატონი ანზორ წლაიძე, ტირზნისის სამუსიკო სკოლის ხალხური საკრავების ანსამბლის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ხმიადაშვილი, ამ სამუსიკო სკოლის დირექტორი ქალბატონი ნაზი ფარცხალაძე, გორის უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი პროზაიკოსი ლიკა კასრაძე და მომღერალთა გუნდის წევრები, ბავშვები, ნიკა ტეტუნაშვილი, ანა მაისურაძე, ნინო სამადაშვილი, მარიამ სამადაშვილი, მარიამ დემუროვი, ლანა დემურიშვილი, თაკო კახიაშვილი, დიანა რაზმაძე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მადლობა, რომ შეწუხდით ტირზნისიდან და ერგნეთიდან ჩამობძანდით აქ ჩვენ გადაცემაში და მე ვფიქრობ და ვამბობ, რომ თქვენი ქმედებაც, თქვენი ცხოვრებაც და თქვენი შემოქმედებაც, აი ბავშვები რასაც წარმოგვიდგენენ დღეს, ეს მართლაც არის ჩვენი საგანძური და აი ჩვენი გადაცემის სათაურიც ეგ არის. ჩვენი საგანძურია ყველა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ესე მაგალითს აძლევს მომავალთაობას, გმირობისას, პატრიოტიზმისას და საერთოდ ყველაფრის შემოქმედებისას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, მე ვიცი ბატონო ანზორ, რა დღეშია დღეს სამაჩაბლო, მაინც მადლობა თქვენ იმისთვის, რომ აი ეგ დგახართ მედგრად და თქვენ ამაგრებთ საქართველოს, შეიძლება ასე ითქვას. მე მაინც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც დავიბრუნოთ ჩვენ ტერიტორიებს, თქვენც ამ იმედით ხართ და ამ შემარტებით ხართ და სწორედ მაგიტომაც მოგიწვიეთ და მაინც მინდა ჩვენს მსმენელს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე წელს 31 ივლისს ერგნეთში ყოფნისას, სადაც სკოლის ეზოში არსებულ მემორიალთან ტრადიციულად იმართება სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიზნული საღამოები და აი ამ ცერემონიალის შემდეგ, სადაც მე ვნახე მართლაც არაჩვეულებრივი ხალხი, დიდი, პატარა, ყველა ერთი შემართებით, ერთი იდეით და ერთი სიყვარული თავის მიწაწყლის მიმართ არის გამსჭვალული და მე ჩვენ მაშინ შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი გადაცემა მაინც აუცილებლად უნდა მიეძღვნას ერგნეთს, კონკრეტულად ვამბობ. მე თქვენ დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენი ქველმოქმედება და თქვენი მით გადარჩა იქ სკოლა, ამ სკოლის ეზოში
გაიხსნა სწორედ გვერების ხსოვნისადმი მიღებული მემორიალი, სადაც დაწესდა, რომ ყოველ 31 კი არა, ივლისის ბოლო შაბათს კვირადღე ეძღვნება აი ჩვენ დაღუპულ გმირებს. ეხლა მე არ მინდა ჩვენს მსმენელს, ვინც არ იცის სამდებარეობს, როგორ არის ერგინეთი, თქვათ, გეოგრაფიული მდებარეობა და მიმოხილვა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი და მე მირჩევნია თქვენ ისაუბროთ, თქვენი ლაპარაკოთ, თქვენ მოყვეთ იმ ტრაგიზმზე, რაც მოხდა და იმაზეც აი რა იმედი გაქვთ და რას აკეთებთ და როგორ ცხოვრობთ. ბატონო აზორ. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისათვის, დაფასებისათვის. ნამდვილად ეს არის ძალიან დიდი იმედის მომცემი ჩვენი მოსახლეობის არის ჩვენი კუთხისთვის, რომ აი თქვენარი ადამიანები არსებობენ და ჩვენ გვიდგანან მორალურად სულიერად გვერდით. პირველ რიგში მე მინდა თქვენს მსმენელს ვუთხარ, რომ ჩვენი რეგიონი ძალიან ულამაზესი რეგიონი იყო და ჩვენი ხალხი მართლა გმირი ხალხია, რომელსაც მედრად იდგა 21 წელიწადი იდგნენ და უმკლავდებოდნენ ამ საშინელებას. მაგრამ სამწუხაროდ ასე 2008 წელს დააგვაწყდა დიდი უბედურება, რომელიც შემიძლია ასე ვთქვა, რომ ძალიან საშინელება იყო ესე რომ ვთქვა, დაიკარგა თქვა ის 150 სოფელი. მაგრამ სამწუხაროდ დაიკლაც სამწუხარო ეს ყველაფერი და მაგრამ ადამიანები ისე უმკლავდებიან ეს ყველა პრობლემას. მე მინდა რომ ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს ვუთხარ, რომ იქ სიცოცხლე ისევ გრძელდება. იქაურობა დაწვეს, გაგვანადგურეს, მაგრამ ჩვენ სულიერად ვდგევართ ძალიან მაგრად, ჩვენ თუ იქ არ ვიცხოვროთ, ამიტომ კიდე მიემატება კიდევ ერთი მტკაველი მიწა იმ დაკარგულ ტერიტორიას. ჩვენი ვალი არის ყოველი ერგნეთელის, იქ მაცხოვრებელი საზღვრისპირა სოფელში მაცხოვრებელი ადამიანების ვალია, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაგალითი პატრიოტიზმისა თელ ქვეყანას, რომ ეს არის მართლა გმირი ხალხი, რომლებსაც ასე შეუძლიათ ბრძოლა და იდგენ მედგრად ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე. აი რა თქმა უნდა, ბატონო, წეგარ ბრძანეთ რა ეს მემორიალს რაც შეეხება, ეს 2006 წელს ჩაეყარა ეს საბუძველი, მაგრამ ომმა შეგვიშალა ხელი, რომ აი ეს მემორია ჩვენ ვერ დავამთავრეთ. 2013 წელს უკვე გაიხსნა ეს მემორიალი, იქ იყვნენ მოწვეული ძალისად ღვაწმოსილი ადამიანები და ყოველწლიურად ეს უკვე დაწესდა ივლისის ბოლო კვირა იყო ეს ამბიჭების ხსოვნისადმი ღონისძიება. აქ არის მოწვეული ისეთი კარგი ღვაწმოსილი ადამიანები. მე მინდა გადავუხადო ასე ტირცნის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელობას, ქალბატონ ნაზის, ქალბატონ მანანას, რომ ისინი ყოველწლიურად აჩვენებენ იმ მაგალითს იმისა, რომ იქ ახალგაზრდება, ჩოლება, ცხოვრება. ჩვენი ვალიც არის ვიდგეთ იქ საცაუნა იდგეს ნამდვილი ქართველი. და ამიტომ აი ამბობენ ხოლმე აი ინიციატივა თვითონ არის იმ დაღუპული ბიჭების ინიციატივა იყო. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, არა ჩვენ ნამდვილად იმას ვერ გავაკეთეთ, ჩემი მეგობრების, იმ თანასოფლოლების ერთად გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ალბათ სანამ ჩვენი გვიარსებეთ ეს ღონისძიება ყოველთვის იქნება. და აი არის ხომ ესეთი ინიციატივა, რომ ასე რობაი მაიდაბეც რატო სკოლის ეზოში იცით რატომ? იმიტომ რომ აი ბავშვებმა უნდა დაინახონ რა არის პატრიოტიზმი. სამწუხაროდ ეხლანდელ აი რომ უყურებ ამ პროცესზე მე გაოგნებული ვარ, რომ ბავშვებს უკლავენ პატრიოტიზმის თემას. თუ ჩვენ შვილებს არ ვასწავლეთ სიყვარულს სამშობლოში, უფროსის პატივისცემას, ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპება ძალიან ცუდ გზაზე წავალთ. აი მე ესე მგონია. ამიტომ კიდევ ერთი აი ომი რატომ მოხდა ომი? ომი ახლა არ მოხდა რა ბატონო 2008 წელს. ომი ასე იგი დაიკარგა ჩვენი ტერიტორიაზე მაშინ 2004 წელს, როდესაც უკვე იქ დაწესეს ადმინისტრაციული ერთეულება დაარსდა. ამიტომ და იქ რომ დაიკარგა ის ბაზრობა ბატონო, აი მაშინ დაიკარგა. ამიტომ ამაზე არავინ არ საუბრობს საერთოდ. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე იგი კიდევ და კიდევ გმირულად განან იმ სადაროჯოზე. მე კიდე მე ესე მგონია რომ მართლა გმირები არიან ეს ადამიანები და მე ყველას მოუწოდე მობრძანდე და ნახონ ადამიანები ის მომოეთობა ახალგაზრდობა რა ახალგაზრდობა ყავდა ეს წარმოგიდეთ ემკი დიდებულ ჩვენ აი ახალგაზრდა ბავშვებს რომელსაც სიმღერად შეუძლიათ თუ საჭირო იქნება დედებს, ქალებს, ბავშვებს იარაღის დაიჭირონ და დადგენენ ასე იგი სადარაჯოზე უნდა იდგეს ნამდვილი ქართველი. ანუ იქ იბადება ასე იგი პატრიოტიზმის აი ჭეშმარიტება ესე რომ ვთქვათ. იქ ჩვენ არ გვეშინია ნამდვილად არაფრისა.
ჩვენად უშიშარი ხალხი და ჩვენი ბალიც არ ვიდგეთ იქ და ამიტომ დგებათ კიდევაც ბატონო. აი ცი რა ბატონო ბანო კიდევ აი მე მინდორესებ თქვა რა ამბობენ აი ადამიანები რა არის გამოსავალი ამის ციაზე როგორ უნდა დაბრუნდეს ეს ყველა იცით როგორ უნდა დაბრუნდეს სახალხო დიპლომატიას არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იმიტომ ჩვენ თუ საზოგადოება ჩვენ არ ჩავერთეთ კონფლიქტების მოგვარების საკითხში მაშინ ჩვენი კონფლიქტი ვერასოდეს ვერ მოგვარდება აი ერთხელ იყო წინამორბედები ამბობენ აი ჩვენ აი ბაზრობა დავშალეთ და არა ბატონო ბაზრობა იყო ერთადერთი ასე ურთიერთობის დამარეგულირებელი იყო ეს ყველაფერი და მე კიდევ მინდა რომ ვუთხარ რომ მთავრობამ ეს შეისწავლოს ეს რაღაც თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა რომელიც დაახლოებს ადამიანებს ეს არის პირველ რიგში აუცილებლად საჭირო და სახალხო დიპლომატიის ამოქმედება საჭირო რომ ჩვენ ის რეგიონები დაიბრუნოთ ბატონო მაგრამ აი ესეთი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით იქ ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ბატონო ვერაფერი ამიტომ არის საჭირო მობიერება კი ბატონო მაგრამ ჩვენ უნდა ავიჩოთ ქვეყანა ისეთი ფრთხილი პოლიტიკური კურსი რომ ჩვენ შემოვიერთოთ ეს ყველაფერი და არსებობს შესაბამისი სტრუქტურები რომლებიც ბატონო დაარეგულებენ აი ყველაფერს ვალდებულები არიან რომ ვალდებულები არიან ამიტომ ჩვენ კიდევ ვალდებულები ვართ ეს რიგითი მოქალაქეები ჩვენ ვიდგეთ და ჩვენ ეკეთებ ყურადღება რა თქმა უნდა მოდია მაგრამ მეტი ყურადღება არის ასაჭირო ადამიანებისთვის რომ ჩვენ მეტი სტიმული მოგწევთ და მე კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა მინდა გადაგე ბატონო თქვენ აი ესე რომ ჩვენ ასე წარმოგვაჩინეთ მოგვიწვიათ დაგვატიჯეთ და ამიტომ როგორ ეს ვალდებულებაც არის ჩემი იმიტომ რომ მე მახსოვს ბატონო ზორ 2008 წლის ომამდე მე ვიყავი ერგინეთში და სხვა სოფლებში საზღვრისპირა სოფლებში რომელიც სამწუხაროდ უკვე მიიტაცეს და დროებით მაინც ფიქრობ რომ დროებით არის ეს მიტაცებული და მე მქონდა ურთიერთობა სწორედ იმ მოსახლეობასთან სოფლის მოსახლეობასთან სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან ისინი პირიქით აი ხაზგასმულად ამბობდნენ რომ ჩვენ ესე იგი პოლიტიკოსების ბრალი ამათი ის არის თუ არა ჩვენ გადავდივართ სოფლიდან სოფელში ნათესაობა ქორწილია ჭირია ხინია ყველა ეს ურთიერთობა იყო მართალია რაღაც ის დასვეს ხალხი მაგრამ ეს ურთიერთობა არსებობდა იყო და შემდეგ ამას მიემატა ეს უბედურება 2008 150 სოფელი ზოგიერთებისთვის ქვების გროვა ესე დავკარგეთ თუ არა აგერ ახლა აი მე მაგ 2002 და 2014 წლის აღწერის მონაცემები რომ 457 კაცი ცხოვრობდა ერგინეთში 225 კაცი 232 ქალი და ახლა დევანდელის არ ვიცით როგორია ვთქვათ შემადგენლობა მაგრამ ძალიან ბევრი ახლა ის 150 სოფლიდან აყრილი ხალხი რამდენია ხო ეს რიცხობრივად შეიძლება არც არავის დაუთვლია ახლა მე მაინც მინდა ჩვენს რადიოსმენელს უთხრა რომ აი ერგინეთის შესახებ პრესაში ხანდახან ქვეყნდება მასალები სხვადასხვა სათაურები და რაც ბუნებრივია მკაფიოდ გამოხატავს იმ ვითარებას რაც ამ სოფელში არსებობს მაგალითად შეხვდების წერილებს სათაურებით ჩუმი ომის ზონა ნადირის პრეში მიცემული ერგინეთი ახლა სოფელ ერგინეთშია გავლებული საზღვარი ოსეთ საქართველოს შორის და ასე შემდეგ და რამდენი რამ არის მართლა პრობლემური აქ რომ მე არ მინდა ახლა პოლიტიკაში შევიდე მაგრამ პოლიტიკა ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება რომ ვთქვათ ერგინეთელ თუ სხვა სამაჩაბლოს სოფლების მოსახლეობას ენატრებოდეს აქედან ჩასული ვინმე მარტო ერთი სიტყვა უკვე გამაგრება იმ ხალხის რაღაცა მხარში დგომა რაღაცაერად ჩავიდეთ მივხედოთ შევხედოთ ზოგი მოუწონოთ ზოგი გავათამამოთ ზოგი წავახალისოთ ეს არის ჩვენი ამოცანა სხვა რა შეგვიძლია ჩვენ და ზუსტად ბატონობა კიდე მადლობა თქვენ გეკურეთ აი 1000 მე მადლობა მინდა უთხრა ჩემს უახლოეს მეგობარს ბატონ იოსებ სიმოშვილს რომელმაც მე მითხრა ჯერ თქვენ შესახებ მითხრა მე ერგინეთზე მითხრა და მან მითხრა მან გამაგებინა რომ აი ბოლო კვირა ივლისის თვის არის თურმე ეს ვთქვარი და თუ შეგეძლებათ მე ადრეც მიმიწვია თქვენ მაგრამ ადრე ვერ მოახერხე მაგრამ აი რომ უკვე შებულებაში ვიყავი გასული და 31 ივლისი მოხდა ეგცა მე წამოვედი დიდი სამონები და კიდევ კარგი რომ ჩემი თვალით არ მენახა ახლა მაინც სანამ შენი თვალით არ ნახავ ბევრი რამე არ უნდა დაიჯერო შეიძლება ასე ითქვას მაგრამ მე რაც ვნახე აი ნახე მე ეს ახალგაზრდობა რომლებიც აქ სხედან ამათ ვენაცვალე როგორი გძნებით როგორი სიყვარულით როგორი სიკეთით იყვნენ ისინი განწყობილი და როგორ
მოეფერენ ყველას და რა სიმღერებით დაამშვენეს ის დღე. მე მინდა ახლა თხოვო ჩვენს მომღერალთა გუნდს, ასე ვთქვათ, ეს არის ინსტრუმენტული ანსამბლი, ხო? ფოლკლორული ანსამბლი. ფოლკლორული ინსტრუმენტული ანსამბლი. და თხოვოთ ახლა შეგვისრულონ ერთი სიმღერა და შემდეგ ალბათ მსმენელის ჩაგვერთება. აი ყოჩახ ოქროები ხართ დიდი მადლობა თქვენ და როგორ შეიძლება არ წამოდგინოთ ჩვენს მსმენელს ჩვენი ახალგაზრდა სტუდენტი ერგინეთელი სტუდენტი ლიკა კასტრაძე მე ვიდრე მას გადავწერ სიტყვას მსმენელი ახალზე მობილური თირეკავს გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობათ, ჩემო კარგებო, გამარჯობათ. მოგესალმებით. მიწლია რომ არ შეგეხმიანოთ. აი ტირი მე ხა აი ნამდვილად ტირი. და აი ეს სიმღერები იქ გააგონეთ იმ ოკუპანტებს, გააგონეთ. ესმით, სწორედ აი ესენი ერგნეთელები არიან და სწორედ აი იმ გმირებისადმი მიზღვნილ ხსოვნის საღამოზე სწორედ მათ დააკუხეს ის სიმღერა რაც ახლაც გაისმა და სხვა მრავალი კიდევ ბევრი. სწორედ აი ამით არის სასიამოვნო და სასიხარულო რომ აი ესეთი ახალგაზრდები იზრდებიან სამაჩაბლოში და ერგნეთში კონკრეტულად დღეს ახლა რახან ერგნეთზე გვაქვს საუბარი. მსმენელი ახალზე გისმენთ ეთერში ხართ? ალო მოგესალმებით ეთერში ვარ ხომ პირდაპირ კი ბატონო მე კახეთიდან გავწუხებთ მწერალი იოსებ სიბოშვილი მოგესალმებით ბატონო სოსო ბატონო მოგესალმებით თქვენ და მოგლეთ თქვენი გადაცემა მართლა ეროვნული და საზოგადოებრივია და ზემოქმედებას ახდენს თითოეულ ეროვნულად გამსხვილ ადამიანზე დღეს განსაკუთრებული დღე გაქვს მიესალმებით თქვენ სტუმრებს დიდი მადლობა განსაკუთრებით ჩვენს სასწავლო ადამიანს ხელმოქმედ სახალხო მკურნალს ბატონ ანზორ შლაიძეს რომლის სიკეთე და სიყვარული ვრცელდება მთელს ქვეყანაზე აი თითოეულ სოფელს თითოეულ ქალაქს რომ ასეთ შესანიშნავ პიროვნება ყავდეს ჩვენ ნამდვილად გადაშენება არ ვიწერია აი ხლა ძალიან სასიამოვნო ანზორი რომ მიმართავს ჩვენს ეს თქვენი ეთერიდან რომ
როგორ უნდა იყოს სოფელი, როგორ უნდა იყოს იქ მაცხოვრებელი ადამიანები და აი ეს შესანიშნავი ხალხი რომ ჩამოიყვანა, ჩვენ ერთად რო ვიყავით, მაშინ ერგინეს და იქ როგორ ლექსები გითხრეს და აი ახლა ესენი უკვე რომ თელ საქართველოს ეუბნებიან ამას, ეს ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, წარმატებებს გისურვებთ და რა ვიცი, ჩათვალეთ რომ მე გვერდში გიდგევართ. დიდი მადლობა ბატონო სოსო, თქვენ არა მე ბატონ ანზორს ვერ გავიცნობდი, ვერ მოხვდებოდი აი 31 ივლისს ერგინეთში და ის განცდა რომელიც მე დღემდე მაქვს არ მექნებოდა ნამდვილად ისე გამძაფრებული როგორც ახლა მაქვს და მე რასაკვირველია ყოველთვის ვცდილობ რომ სულ მაგას ვამბობ რომ მარტო თბილისი არ არის საქართველო. ჩვენ უნდა გავიხედოთ რაიონებში, უნდა გავიდეთ მით უმეტეს ისეთ სოფლებში და ისეთ ქალაქებში, რომლებიც მიტაცებული აქვს ოკუპანტს და სწორედ აი ამ წახალისებით, ამ ხარში დგომით ვაჩვენოთ რომ ისინი მარტონი არ არიან. დიდი მადლობა. მე მოგვიმართოთ, მართლა დაგლოცოთ. დიდი მადლობა. გისურვებთ, გაიხარეთ. დიდი მადლობა ბატონ სოსო. დიდი მადლობა. ბატონო თუ შეიძლება ერთ სიტყვას ვიტყვი. ბატონ სოსოს მე მინდა რომ მადლობა გადავუხადო ესეთი კარგი თბილისის სიტყვებიც ეს, მაგრამ იცით რა არის ბატონო, ჩვენი ვალი არის ყველა ქართველის და მთავრობასთან ერთად. ჩვენ უნდა შევუწყოთ იყო მოსახლეობა სოფლელებს, რომ სოფლები არ დაიცალოს ხალხო. ჩვენ გვერდზე მოდით, ჩვენ თქვენი არაფერი არ გვჭირდება, პირიქით აქეთ გაგიმასპინძლდებით, სულში ჩაგიკლავთ, სიყვარულს გაჩუქებთ ხალხო, ნუ შეგეშინდებათ. ჩვენ ვართ იგივე ქართველები, უბრალოდ იმ ხაზზე მაცხოვრებლები, რომელიც გმირულად დგანან, რათა თქვენ საქართველოს შეგინარჩუნოთ. ის ტერიტორიები არ დაგიკარგოთ, რაც ამ ტერი არ მოგივიდეთ თბილისამდე. ბატონი ვანოს ბრძანების არ იყოს, მარტო თბილისი არ არის საქართველო. ჩვენ ვართ თქვენი შვილები ვართ, თქვენი დები ვართ, თქვენი ძმები ვართ და მე მინდა რომ ქვეყანას ვამცნო ის რომ მე როგორი სოფელი მაქვს, როგორი მამული შვილები იზრდებიან ჩვენ სოფელში რომ ჩვენთან დაკვრაც ვიცით, სრულად ვიცით, მასპინძლობა ვიცით, ისეთი იდეალური ჩამობძანდი და გებას ნახვა ჯობიაო ბატონო. ამიტომ მთავრობაც ვალდებულია რომ მოუწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ სოფელი სოფელში ხალხი დავაკავო და თბილისი მემდერად გული მწყდება საბაზრო ცენტრად იქცა ხალხო. ამიტომ ცოტა იზრუნეთ სოფლებზე, მოვაწყოთ ისეთი პირობები რომ სოფლიდან ქალაქში კი არ წამოვიდნენ, ქალაქიდან წამოვიდნენ სოფელში ხალხი. აი ბატონოვანო იცით რა არის, აი მე ალბათ თქვენ ყური გეკნებათ, მოკლედ მე ვიღებდი მონაწილეობას აი არჩევნებში, მაგრამ იცით რა ჩემი პირველი მიზანი რა იყო რომ ის ახალგაზრდობა რომლებიც არის, აი ეს უშუალოდ ქონებოდათ ნათელი მომავალი და აი მოხუცებულებს ქონებოდათ ის დიდებული, ასე იგი მოხუცებულებად კბილის ციბერე რომ აი ამათ ეზრუნათ ბატონოვანო, აი თავის მოხუცებულებს შეექმნა ისეთი სამუშაო ადგილები ჩვენ რომ ახალგაზრდობას აი კი არ ყოფილიყვნენ და ელოდებოდნენ ისინი მოხუცებულებას აი პენსიონერის გვექნება. მე ძალიან გული მტკივა რომ საზოგადოებაში 30-დან 60 წლამდის ემას მე ვეძახი დამარხულ თაობას და იმიტომ რომ თუ მე არ ვარგივარ ბატონო 30 წლის მერე მე მომეწი ჩემი კომპენსაცია მე რაღაცით ვიარწებო. ამიტომ მე მინდა რომ ისეთი ახალგაზრდობა ყავდეს და აი სახეზია ეს ჩვენი დიდებული აი ეს ბავშვები რომლებიც იქ დგანან, მაგრამ მტერს იქ აგონებენ რომ ჩვენ ვარსებობთ იქ, ჩვენ არ გვეშინიათ თქვენი, ჩვენ სიყვარული ჩაგიკრათ თქვენ გულში სულ ყველას და მობძანდით, მოდით სიმღერითაც ფიალებითაც ჩვენ ვიყოთ ერთად და მე ესე ერთი რუსიეთი ბიჩულაყოზე იმანა თქვენ ნახო ნაცე плоховать не бывает, это человек плохой. ამიტომ ჩვენ ადამიანები არ არსებობს ნამდვილად, ჩვენ ისეთი რეგიონი გვაქვს, მრავალეროვანი რეგიონი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და თავრობა, ხალხო, ქართველებო, მოდი ჩვენთან, ჩვენ სიყვარული შეგვიძლია. დაგვხდებით ისეთი მასპინძლობა ვიცით რომ თქვენ გაგაუწევთ. გამოცდილი გვაქვს უკვე. აი მომძადით კიდევ. სმენელია ხაზზე ბატონო აზორ, მე აუცილებლად გეწევით, ჩამოვალ, იმიტომ რომ კიდე ბევრი რამ არის. მე მარტო ის რო ვნახე, თქვა აი მე მინდა სმენელმა იცოდეს, რომ მარტო ეს ბავშვები კი არიან სამუსიკო სკოლის. იქ იყო სპორტული ღონისძიებები, შეკრებები იყო. რა ბიჭები არიან, მართლა აი თვალს ვერ მოწყვეთ, კაცო და ესე სპორტული აღნაგობით და სულით ვაშკაცები.
აი ესეთი ის ძალიან ბევრი ეს ბატონობა რადიომ კი არა ტელევიზიამ უნდა იაროს რომ ესენი გადაიღო ბატონობა არა რომ ისინი არა ყოფილიყო ის ახალგაზრდობა ნამდვილად მე რას გავაკეთებ ბატონობა იმიტომ იცით რა არის ადამიანი მარტო ჭამაშიც არ ვარგავა და ამიტომ იმ ბიჭების იმ ახალგაზრდების ჩემი მეგობრების დამსახურება რომ იქ მემორიალი არსებობს და ყოველი ჩვენთაგანის ვალი არის ბატონობა რომ წმინდა სანთლებით მოვუთხეთ იმ ბიჭების ხსოვნას და ჩვენ სანაპირსული გვედგება და იქ ვიქნებით ეს ორგანიზება ყოველთვის იარსებებს და იქნება სულმაგად. გისმენთ ეთერში ხართ? ალო, გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობათ ყველას მოგესალმებით, ვინც სტუდიაში ბრძანდებით, ბატონო. მადლობა. მიხარია რომ იმ ღონისძიების მერე თქვენი ხმა მესმის. მოგესალმებით ყველას, ვინც სტუდიაში ბრძანდებით, მოგესალმებით ბატონო. თქვენს მენელს ძალიან დიდი სიყვარულით მივესალმები. მე ვარ დევნილი დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ ძარწევიდან. ამჟამად ცხოვრობ ქალაქ გარდაბაში. აზროვიზე ძალიან ბევრი რაღაცა შემიძლია თქვა, მაგრამ პირველ რიგში რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, დღემდე იმხელა როლს ასრულებს ბატონი ანზორი ქართულ ოსურ კონფლიქტის მოგვარებაზე, რომ ალბათ ამაზე სასაწყენია, რომ ეს ოსების მხრიდანაც ახლა შესაძლებელი არ არის, არას და დღემდე ძალიან ბევრი პაციენტი არის, რომელიც მაშინაც და ეხლაც დიდი სიყვარულით და რწმენით მოდიოდა ანზორის კარებზე. ანზორის სიტყვა ყოველთვის ფასობდა და ფასობს დღესაც ოსებთან, როგორც ცხინვალში და ცხინვალის იქით ლადიკავკაზშიც და ყოველთვის ეჭირა და უჭირავს, რომ არის საჭირო სახალხო დიპლომატია. თუ ჩვენნაირი ხალხი არ დადგა ერთმანეთის გვერდზე უბრალო, იმიტომ რომ ოჯახები არ არსებობს, ვისაც 1 და 2 ოსი ნათესავი არ ყავს და არ შეიძლება ჩვენის ერი ვართ, რომელიც ესე შერეული ოჯახები გვყავს. პირადად მე ბაბო ოსი მყავს, ნათლია ოსი მყავს და ჩემთვის ოსები იგივე ახლობლები არიან, როგორც ქართველები. ბატონი ანზორი ომის პერიოდში შემოდიოდა ყოველთვის იმხელა წმენით, როცა თავრობა ვერ ბედავდა მაშინდელი შემოსვლას, გადმოდიოდა ტყეზე სიცოცხლის ფასად და თვითონ იმხელა წმენით შემოდიოდა, რომ ელემენტარულად იქ უკვე რახან ანზორი შემოდიოდა, ვიცოდით, რომ ის ხეობა არ დაიცლებოდა. ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ეკლესიების გარემონტებაზე და ამოძრავებაზე. ბევრი ეკლესია ამოძრავდა და აღდგა და მოძრავი გახდა. მანამდე ჩვენ ეს შეუძლებელი იყო ნიქოში დავდიოდით, როცა გვინდოდა ეკლესიაში წირვა. დიდი მადლობა. ძალიან ერთი უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა კიდე დავამატოს, უბრალოდ მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ ერგნეთი არ არის რაღაცა ისეთი, რომელსაც რომ ვიქქვია, რომ ერგნეთში მივდივარ, ვაიმე არ გეშინია. ერგნეთი არის ძალიან ლამაზი სოფელი. ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს, კარგი საახლობლო, კარგი ადამიანები და დღემდე სკოლა ფუნქციონირებს და ამაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ანზორის და მინდა რომ თავრობამ გაიგოს, რომ ერგნეთი დასახმარებელია, დავდგეთ ერგნეთის გვერდზე, ბატონ ანზორის გვერდზე და გაიგონ ვინ არის ბატონი ანზორი. არავინ. უღრმესი მადლობა. საგაძლიერო. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. აი კიდევ ერთი მსმენელია, გისმენთ ეთერში ხართ? გისმენთ? გაითიშა. ვიდრე ლიკასთან გადავალ კანონაზე. ერთი ორი სიტყვა გითხარით, თქვენი სამუსიკო სკოლის შესახებ. სამუსიკო სკოლა დიდი ხანი არის, რაც გაიხსნა 90-იან წლებში, იმის შემდეგ. ამჟამად ჩვენთან ერგნეთიდან, ტირნისის სამუსიკო სკოლა კი ჰქვია ძირითადად, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან სწავლობენ ერგნეთიდან, მეღრეკისიდან, 7 სოფელი ეს ზონის, აი სასაზღვრო ზონის უფლებიდან. მაგრამ ჩვენთან რა თქმა უნდა ჩვენზე რაც არის დამოკიდებული რა გერმანანაც პედაგოგის სპეციალობისაც ადგილზე ერგნეთში უტარებით გაგვიწევს უბრალოდ რა ვიცი ახლა ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული ეს მაქსიმალური ისე სახე წარმოაჩინეთ ნამდვილად აი 31-ში მე რაც ვნახე ეს იყო არაჩვეულებრივი აი ჩვენმა მოსწავლეებს უკვე ნახა ბავშვები როგორ მღერიან და ამიტომ დიდი მადლობა თქვენ ქალბატონ მანანას დიდი მადლობა რომ ესე ერთგულად აი ესეთი მართლა ამოღებული ხმალივით არის და ეს არის საჭირო ქართველობა ყოველთვის ომი იყო თუ რაც იყო სიმღერით ამარცხებდა მტერს და აი თქვენ ხართ სწორად გმირები ამიტომ რომ აი ესე ამღერებთ ბავშვებს ეხლა ვიდრე ბავშვები მოემზადებიან მეორე სიმღერისთვის მსმენელია ხაზზე შემოუშვათ და განვაგრძოთ შემდეგ თქვენ მოემზადეთ გისმენთ ეთერში ხართ
ალო მოგესალმებით გამარჯობა მე ვარ მზია ჩლაიდე ერგნეთიდან სასიამოვნო ქალბატონო მზია მოგესალმებით მადლობა დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით ხო შემიძლია კი ბატონო ძალიან ბატონო პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გადაცემების გამო ასეთ საჭირო და აუცილებელ საქმეს აკეთებთ დღეს კი განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ჩვენი ავარ არ არის სამადლობელი ეს ჭირთამთმელი და არ შემეშინდება ამის თქმისა ფეხზე მდგარი კუთხის გახსენებისთვის ნუ ახლა მოგეხსენებათ როგორც მთელ საქართველოში ჩვენთანაც პრობლემები ბლომათარითანაც იდენტურია მაგრამ ამას ემატება ომით გამოწვეული ზარალი და ფსიქოლოგიური სტრესი ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან დამეთანხმებით როცა ყოველდღე გესმის მოწინააღმდეგის მხრიდან სამხედრო წვრთნის ხმები და ბაგაბუგი ადვილი არ არის მშვიდად ცხოვრება რა მაგრამ ხალხი მაინც ახერხებს ამიტომ არის აუცილებელი ჩვენი ყოველდღიური ზრუნა ყოველდღიური მანდ-ყოფნა დიახ აი ამის მაგალითი არის ანზორ ჩლაიდე დიახ მოგეხსენებათ ახლა ქართული სოფლების პრობლემა ახალგაზრდობა ტოვებს საცხოვრებელს და მიდის ქალაქიდან უცხოეთში და მით უმეტეს ჩვენ საზღვრისპირა სოფლიდან მაგრამ აი სწორედ აქ გამოჩნდა ანზორის პატრიოტიზმი და თავისი კუთხის სიყვარული აი ესეთი აი შეიძლება ითქვას ახლა რომ მაგონდება პირდაპირ აი მშვიდად ვერ საუბრობ შეიძლება ითქვას ნემსის ყუნჩი ძრება მაგრამ მაინც ცდილობს გამოაცოცხლოს აი ეს ამ ახალგაზრდების ცხოვრება და უფრო ხალისიანი გახადოს მათი ყოფა და არსებობა. აი პირველ რიგში მინდა ვთქვა ომში დაღუპული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნას ანზორი ძეგლი დაუდგა იცით მათი სახელები უკვდავყო. მისი ინიციატივით, მისი ფინანსური შესაძლებლობებით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში თავისი მეგობრებიც გვერდში ერგნენ და ძალიან ეხმარებოდნენ. დიდი მადლობა, ქალბატონ მზია. კიდევ მინდა ეს ორიოდე სიტყვით თქვა, რომ აი რას აკეთებს ამ ესე იგი ხსოვნის დღე დააწესა სოფელში, ამ დღეს წამოდიან საქართველოს ყველა კუთხიდან დაღუპულთა ახლობლები, ლიახვის ხეობაში დაღუპულთა ახლობლები და შესაბამისი სამსახურები, პოეტები, მწერლები ხდება ისეთი შეხვედრა, ისეთი გამოცოცხლება ხოლმე სოფლების. აი ამ გაზაფხულზე კიდევ მე აკეთებს შეჯიბრებებს ფეხბურთში, თავისი ფინანსებით აკეთებს ამას ყველაფერს, პრიზებს და რამდენჯერ მიფიქრია, იცით, ამ კაცს რო დიდი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდეს, რაც გააკეთებდა. მწერლები ჩამოიყვანა, სკოლის ბავშვებს შეახვედრა, გამოაცოცხლა იქაურობა და აი ეს მინდა რომ იცოდეს ყველამ ქვეყანამ უნდა იცოდეს ეს. გარდამავალ არის არაჩვეულებრივი ქველმოქმედის ფიზებები დაჯილდოებული. მას რო ბევრი დიდი ფინანსური საშუალება ჰქონდეს, რაც არ გააკეთებდა, გაჭირებულ ოჯახებს, გაჭირებულ ახალგაზრდებს. არა აქვს და ისედაც ეხმარება. ფული ოქროს წარმოგიდგენია უკვე. აი მე მას ამავე დროს ხავს არაჩვეულებრივი ოჯახი და აი ამ საქმეში მისი მეუღლე ნინო არაჩვეულებრივი ნინო უდგას ყოველთვის ხათი და მინდა შვილები ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა. დიდი მადლობა ქალბატონ მზია, დიდი მადლობა. ახლა კი მოვუსმინოთ ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ ერთი სიმღერა. Don't let it
დიდი მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს. აგერ მსმენელი ახალზე გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობა. მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ, ბრძანეთ. ალო. ბრძანეთ, ეთერში ხართ? გამარჯობა, მადლობა. მოგესალმებით. ისაუბრეთ. გაითიშა? აი ვიდრე შემოგვეხმიანება კიდევ მსმენელი. აი ლიკას მინდა წაიკითხოს თავის ფრაგმენტი. ლიკა არის მომავალი პროზაიკოსი. როგორც თქვენს 1 დეკემბერს გახდით გორში, გორის უნივერსიტეტში შეხვედრა იყო და აი გავიცანი ლიკა და დავპატიჟე მაშინ რომ ერგნეთელები მოყავს. უბრალოდ შენც უნდა ჩამოვიდა და აი ლიკა კაფი გოგოს. ეხლა ჩვენ დაგჭა 5-6 წუთი და მე მინდა მსმენელი თუ შემოვა რომ ძალიან მოკლედ გითხრას თავის სათქმელი. ალო. გისმენთ. ალო. გამარჯობა ბატონო, მადლობა ასეთი კარგი მოგესალმებით. მე ორი სიტყვით მოგახსენებთ, მადლობა თქვენს მოწვეულს პირველ რიგში და მინდა ვისაუბრო ბატონი აზორის შესახებ. ბატონი აზორის შესახებ უკვე ბევრმა ისაუბრა. ორი სიტყვით იმიტომ რომ ძალიან დიახ ბატონო ერთი წუთი. მე ვარ ერთ-ერთი იმ დაღუპულის და რომელიც ყოველ წელიწადს მივდივარ იქ სადაც იმართება ღონისძიება დაღუპულთა მემორიალთან ბატონი აზორის მიერ გაკეთებულ მემორიალთან და მადლობას ვუხდი ამისათვის, იმიტომ რომ ჩვენი გადაცვლილი მებრძოლები არ არიან მივიწყებულები და ყოველთვის ხდება მათი გახსენება. მადლობა მას ამისათვის, მას და მის თანასოფლელებს, მის მეგობრებს ასეთი დიდი და გრანდიოზული საქმისათვის. დიდი მადლობა თქვენ. შემიძლია თქვა მის შესახებ, რომ ასეთი პიროვნებები თუ ყველა სოფელში იქნებიან, იქნება იმისათვის, რომ სოფლები არ დაიცლებიან და აღდგება ისე ყველაფერი. დიდი მადლობა. დაგაკეთოთ შევეხო აზორის დასმოს დიაგნოზს, გადაწყვეტა ასწირდება. და ხალხისთვის ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. დიდი მადლობა. ასევე მის ხელმომქმედების შესახებ რამდენიმე შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციებს ეხმარება და დახმარება შესაძლებლობის პარტიებში. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, რომ შეგვეხმიანეთ, რომ აი ესე გიყვართ ანზორი და პატივისცემთ. კიდევ ერთი მსმენელია, გისმენთ ეთერში ხართ. ალო. დიახ, ეთერში ხართ. მოგესალმებით. ბატონო, მახარაძე თბილისიდან. ასებია არ შემოვეცდეთ თქვენს გადაცემას. ბედნიერი ვარ ამ გადაცემით, მაგრამ გითხრათ, მე არა ვარ უბრალოდ მომსმენი ამ სიტუაციის, არამედ პირადად ნახველი, პირადად განცდილი. ერთდროულად ბევრჯერ ვარ იმ სახლში, რომელსაც დღესაც ტყვიები აქვს მოხვედრილი და მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ჭურვა თავზე გადავარა. ბატონო, დიდი თქვენმოქმედი ბრძანდებით იმითაც, რომ აი ამ ქველმოქმედ ადამიანს აღება ასპარეზს უთმობთ, ეს არის სამაგალითო კუთხე. სოფლები დაიცალა საქართველოში, ჯოჯოხეთი არ გაუვლიათ ისეთი, როგორც ერთგულებს მაგარია. და დაიცალა, ჩოხში ერთი ოჯახიაო დარჩენილიო. გული გიკვდებათ, რომ გადიხართ საქართველოს ტერიტორიაზე და გამოკეტილ სახკავს რო ნახულობ. მერთმა გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს იმ ადამიანებს ანზორის სახით, ანზორის და თქვენი სახითაც ბატონო. იცოცხლეთ, დიდი მადლობა თქვენ. რადიოს მე რადიო ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ. ღმერთმა გაუმარჯოს საქართველოს თუ ესეთი ადამიანები ბევრი ეყოლება. სიმღერამ გადაარჩინა. ასეთი რამ შემიძლია გავიხსენო დიდი ხნის წინ დაგითხოვილი. მუსიკალურ მაღაზიაში უამრავ ქართული სიმღერის პირკითას ყიდულობდა. ბელორუსიდან ჩამოსული ფსიქოთერაპევტი, როცა გიქხეს რად გინდათო, მე ჩემ თავანს ყოფილს ქართული სიმღერებით მკურნალობ. დიდი მადლობა. მერცმა იქხანს ის მოდელს საქართველოში და მაგკუთხეს მადლობა დიდი ამთან სიმყარისთვის და ამ ერთგულებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მსმენელია კიდევ ერთი მსმენელი. გისმენთ
ეთერში ხართ? ეთერში ხართ, ოღონდ ძალიან მოკლედ ვამთავრეთ. დიდი მადლობა. და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, და გეცვიხრე ამ ხალხის წინაშე და მაგრა რეგიონს კარგად ვიცნობ შიდაქას, მეც მუშაობდი გორის საწარმო ნაწილში, როცა იქ ყობაოთანაძის დროს არაჩვეულებრივი პიროვნება მამუკა გორგიეშვილს არწევს, ყველა გორელებს კარგად ვიცნობ, ელხეობა, ხონება იყოს ვირუსი და მე რაც ვიცოდი, რომ მოკიდავეების ბევრი ყავს მები და უბრალოდ საწყელი რა არის, აი ამას წინათ წავიკითხე ერთ-ერთი სტატია, სადაც გულის გამხეთკი რამე ეწერა ახალგაზრდა მშვენიერი გოგონა, რომელიც არის რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთში მეკარე, წერდა რომ ყველა კავკასიურ ტომებიდან ქართველები ყველაზე მეტად მძაგს და ვერ ვიტან და არ მინდა მათთან ურთიერთობაო. აი ეს ხით ჩატეხილობის თაობები იცვლებიან. პრობლემა როგორ შეიძლება აღმოვხდეს? მესმის ბატონო აზარ, დიდი მადლობა რომ ებრძვით. აი თვითონ ახალგაზრდები რას აკეთებენ 2-20 სიტყვით თუ გეტყვით ამ. გაიხარეთ ბატონო მან. დიდი მადლობა თქვენ. ეს პრობლემა რასაკვირველია არსებობს. ეხლა მაგის განხილვა რომ დავიწყოთ ძალიან შორსწავალ და დრო არ გვეყოფა, მაგრამ თავარი ის არის რომ თუ ჩვენ არ მივხედეთ ერთმანეთს, ისე ვერც რუსეთი და ვერც სხვა ეროვნების ხალხი ვერ შეგვიყვარებს, ჩვენ უნდა დავანახოთ რა შეუძლია სიყვარულს. ერთმანეთის სიყვარულით უნდა დავანახოთ და მაგალითი მივცეთ სხვებს. ეხლა მე მინდა ლიკამ წაგვიკითხოს პატარა ფრაგმენტი თავისი მოთხრობიდან. თუ ჩანახატია და მოგესალმებით კიდევაც ამით. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო ვანო მოწვევისთვის და ამხელა ყურადღებისთვის. ახლა კი შემოგთავაზებთ ჩემს მცირე პროზას წერ მე ძირითადად და დავიწყებ მოდი კითხვას. დათოლილი ბილიკი მოეყინა და გზაც უკვე აღარ ჩანდა გარკვევით, როცა სახლს მივადექით. გზა ვერ დავინახე სუსხიან ბინჩში, მაგრამ მამის სახეს კი რა დამავიწყებს, მის სახეს და თვალებს, ნუშსებრ ჭაობისფერ თუ მომწონო თვალებს, რომლებიც ნაღვლიანად მომაპყრო. და იცით რა? ქურთუქს დამპირდა თბილ ქურთუქს, ასე რომ არ მინდოდა. სიცივე მირჩევნია სიყვარულით გამთბარი, ვიდრე საყვარელი მშობლის ის სახე ყველაზე მეტად რომ შემამცივნა. 10 წლის ბავშვს გული რომ მარწუხებში მომიქცია. მე ხომ მამას ვერ დავაჯერე სიმართლე, ის სიმართლე რომ მართლა არ მციოდა. იმ საღამოს პაპას ყველაფერი ვუამბე. ის სახტაცებით თავისი ოქროს კბილებით მიცნოდა მხიარულად. ბაბა ფანჯარას მიჯდომოდა, დედას ველკაბას მიშრობდა და ისე მიალერსებოდა დედებს რომ გამოსდით მხოლოდ. მამა ღუმელთან მიძინებული ბუმბულივით ამიტადა და ჩემთან ერთად მიიძინა საწოლზე. იმ ღამით სიზმარი ვნახე, მესაც იგურაოზე, ახალი თბილი ქურთუკით. სიზმარი ახდა. დააყენე მშობელი საკუთარ თავზე მაღლა, სწორედ ისე როგორც ისინი აკეთებენ ამას ჩვენთვის. დიდი მადლობა ლიკა, დიდი მადლობა. ძვირფასო რადიოსმენელობა, სამწუხაროდ აი ჩვენთვის განკუთვნილი დრო ისე უცბად გავარდა რომ ბევრი რამ ვერ მოვასწარეთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ კიდევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. სხვა გადაცემებშიც პრობლემა ძალიან ბევრია, ჩვენ არ გვინდოდა დღეს რომ პრობლემები გადავიდეთ ჩვენი რადიოსმენელი, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი რომ საქართველოს მოსახლეობა უნდა იცოდეს რომ არსებობს სოფელი ერგნეთი, არსებობს ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენი სტუმრები არიან. მე წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს კიდევ ერთხელ ქველმოქმედი და სახალხო მკურნალი ბატონი ანზორ ჩლაიძე, ქალბატონი ნაზი ფარცხალაძე, სამუსიკო სკოლის დირექტორი, სამუსიკო სკოლის ამ ანსამბლის ხალხური ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი ქალბატონი მანნა ხმედაშვილი და აი ჩვენი გოგონები და ბიჭები რომლებიც ასე დაამშვენეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო სიმღერებისთვის. ღმერთმა ბედნიერება და სიკეთე არ მოგიშალოთ. მე კი შეგახსენებთ რომ გადაცემას უძღვებოდი პროგრამის ავტორი ივანე ჯაფარიძე, სარეჟისორო პულტთან თია ბიჭაშვილი მუშაობდა. იმასაც გეტყვით რომ დღევანდელი გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგიძლიათ ხვალ კვირას 19 საათსა და 10 წუთზე ინტერნეტში კი საიტზე რადიო 1.G ჩვენი საგანძური. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ახლა კი მოისმენთ ორი გადაცემას რადიო თეატრის მიერ მომზადებული პროექტიდან შედარებსაველი ტოვსანი, რომელსაც ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე კითხულობს. Студия.